დიდი ხანია გამზადებული გაქვს ლექსები, სანამ ბავშვებზე გადავარ გისმენთ. და ძალიან დიდი ხანია ზოგადად ეს წიგნი დამოქვს, იმიტომ რომ და ვერასოდეს ვერ წარდგინე ხანდახან არის ხოლმე პოეზია მოუხელთებელი და პოეზია ალბათ საინტერესო ზუსტად იმიტომ რომ არის რომ გარკვეულწილად ის ყოველთვის არის მოუხელთებელი. ეს პოეტური კრებული, რომელიც ახალგაზრდა პოეტს ანდრო დადიანს ეკუთვნის, ანდრო დადიანი მის ფსევდონიმია, ძალიან შემძვრელი იყო ჩემთვის. შემძვრელი იყო ბევრი ნიშნის გამო. მე ზოგადად არ მიყვარს ხოლმე ესეთი კლასიფიცირება პოეზია ან არის პოეზია და თუ ის არის პოეზია, ყველაფერი ნათქვამია შეიძლება ითქვას ამით. მაგრამ რა თქმა უნდა არსებობს ნიუანსები, რომელიც რაღაცა მახასიათებლებს გულისხმობს და ეს არის პოეზიის კრებული, პოეტური კრებული, რომელსაც შეგვეძლია ვუწოდოთ საინტერესო თავის ფორმის და შინაარსის მხრივ. რატო? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეს არის ალბათ უიშვიათესი ნიმუში ჰომოეროტიული პოეზიის, მაგრამ აქამდე არ დაიყვანება მისი ყველა ღირსება. როგორც ნებისმიერი მართალი სიტყვა და მართალი ხელოვნება გარკვეულწილად ის აღწერს ჩვენი რეალობის სტრუქტურებს და ჩვენი რეალობის სტრუქტურებს აღწერს ყველაზე უფრო დაჩაგრული, ყველაზე უფრო გარიყული წერტილიდან და ბუნებრივია ამ წერტილიდან ჩვენი საზოგადოების დანახვა არის კიდევ უფრო საინტერესო. ზოგადად ადამიანის ხვედრის დანახვა ამ საზოგადოებაში არის საინტერესო, მაგრამ ერთი არის, როდესაც შენ ამას უყურებ რაღაც სხვა წერტილიდან, მაგრამ მეორე არის, როდესაც ამას უყურებ წერტილიდან, როდესაც გარემო არ აღიარებს შენს არსებობას და მე ზოგადად არ მიყვარს ხოლმე ლექსებზე ბევრი ლაპარაკი, იმიტომ რომ მგონია რომ ყველაზე კარგად პოეზია თავის თავზე თვითონ მეტყველებს, როდესაც შენ მას კითხულობ და მე რამდენიმე ლექსი ამოვარჩი ამ ძალიან საინტერესო კრებულიდან, იმიტომ რომ აქ არის მათ შორის ძალიან საინტერესო ექსპერიმენტები, პირობითი მონიშნები, რომელიც გეხმარება რომ სხვა ინტონაციით სხვანაირად წაიკითხო. მოკლედ, კითხველი თუ წაიკითხავს ამ წიგნს, ძალიან ბევრ რაღაცას შიგნით აღმოაჩენს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ეს შინაარსები, რომელიც მასში დევს და მე რამდენიმე ლექსმა ესე ძალიან შემძრა და ძალიან მომედო გულზე და მინდა რომ ეხლა ეს რამდენიმე წავიკითხო. ახლა და ძალიან კავშირშია ეს ჩვენ დღევანდელობასთან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რატო გვინდა ჩვენ ევროკავშირი, ზოგადად ჩვენი არჩევანი, კულტურული არჩევანი, მათ შორის ძალიან მკვეთრად აჩვენებს, აი რა პრობლემების წინაშე ვდგევართ, როგორია ამ პრობლემების სტრუქტურა და ასე შემდეგ. ესეთი ლექსია. ახლა რუსთაველზე მივდივარ, როგორც ჰოლივუდის პავილიონში. კი არის ეს ქუჩები გადაბრდღიალებული, მაგრამ მე ფეხზე მკიდია, ან როგორც შენ იტყოდი, გაქნეულზე მკიდია ჩემო პატარავ. ნეტავ შენ იყო მართლა პატარა და მე ისე დიდი, რომ შემეძლოს გაგაშორო ამ მექანიკური ცხოვრების ეკოს. ან ამ ნატურებს უწვდებოდე, რომ სათითაოდ ფეხქვეშ ჩავიფშნა. არ დაიჯერო მათი ნათება, ისინი ჩვენზე არიან მოერთებულები და ჩვენი ჯანმრთელობა იწვის მათში. არ დაიჯერო ეს სინათლე ჩვენს გასანათებლად ვისცხელა ახლა, რომელიც ჩინოვნიკი გამოიწვდის ხელს ამ ზამთარში შენი ანთებული ფილტვების ჩასაქრობად, რომელი მღვდელი ილოცებს, რომ ხვალ შენი თვალებიდან ბოტკინი მანდარინებივით აღარ ამოჩახჩახდეს. ამათ კი არა მგონი ღმერთმაც დაგვტოვა, თუმცა მან ქრისტე მიატოვა და უფალო გამოდი საპატრიარქო რეზიდენციიდან თოვლის ბაბუად გადაიცვი და გაიარე ამ გახევებულ ქალაქში, რომლის ჩრდილმაც წლებია გოჯით წინ ვერ წაიწია. გამოჩდი, რად გვიანდები, იქნებ ცხელშხაპს იღებ და გაერთე, ქაშუეთთან ვზივარ და გელოდები, გამოჩდი. გამოდი, თორემ ვიყვირებ, პლაკატებს გამოგიკრავ ყველგან, ვიყვირებ, რომ გათავდი და აღარ ხარ, რომ გამოილიე საპატრიარქოში და თუ რომელიღაც მინისტრის კაბინეტში საახალწლო სურვილების ასრულებისას, ნუ იმალები, თუ ხარ, გამოდი გარეთ და მოგხედე, ამ საახალწლოდ უიმედოდ დარჩენილებს, ამ პავილიონის მასიური სცენისთვის გამწესებულებს, სადაც ჩაისაც არავინ გვიწვდის. არ დაიჯერო ჩემო პატარავ, არ დაიჯერო ამ ზამთარში ამ საშობაოდ ამ ნატურების ნათების, ისინი ჩვენზე არიან მოერთებულები და გასწრესილი სინათელების სინათლით ანათებენ ამ პავილიონს. არ დაიჯერო ამ ნატურების ნათებად ჩემო პატარავ. აი ესეთი ეს არის ზუსტია მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ზუსტად აღწერს იმ განცდას, რომელიც ათასობით ტრაგიკული და თან პერფორმატული ავტორის ასე ვთქვათ, ხო, ესეთი შემოქმედია. კი, ძალიან საინტერესო. აი აქ არის კიდე ერთი ლექსი, რომელიც მე ძალიან მომეწონა. ნივრის სუნია, დედა ჩემი მოვიდა. ტელეფონით როგორც დისტანციური პულტით მართავს მამას. რას შობი? სახლში მიხვედი, წყალი გადაივლე, ასე რა დახველებ? დაგავიწყდა ჭამა.
ბადრიჯანია ნიორწყალში, მაცივარშია დაბლა. ყურმილს კიდებს და იწყებს დაგვას. მამაჩემი მასტურბირებს ან შეექცევა კლასიკურ ლიტერატურას, დანტეს, ტაბიძეს, რემბოს ან ბალზაკს. ქალაქში დგას ნივრის სუნი. დედაჩემს ძაგს კლასიკური ლიტერატურა და იმდენს კითხულობს ეგზისტენციალისტებს, რომ იმისი მზერა ძვლებამდე ატანს. ბაზრიდან ბრუნდება, კარებში დგამს ტკივილებით სავსე კალათს, ფეხსაცმელს იხდის, წუწუნებს და იმეორებს, უნდა ჭამოს ხორცი ახალგაზრდა კაცმა. ქათმის ფრთებია დღეს ნიორწყალში. მამაჩემი მასტურბირებს ან კითხულობს ახლა ბალზაკს. ამჩემს კუტუს ნიორწყალში ეს არის რაც ზუსტად ვიცი, არასოდეს არ მოვიყვან ცოლს და არავისაც არ გავუყოფ საბანს. კი. მოკლედ ეს არის ძალიან საინტერესო კრებული, ხა მე მხოლოდ ორი ლექსი წავიკითხე, ჩვენ ფორმატი ალბათ საშუალებას არ გვაძლევს, რომ ძალიან ბევრი მაგრამ ბევრად მეტი საინტერესო რაღაც არის ამ წიგნში და მე ყველას გირჩევთ, ვისაც პოეზია გიყვართ, ვინც ეძებთ განსხვავებულ ხედვას, განსხვავებულ წერტილს, საიდანაც შეიძლება ამ სამყაროს დანახვა, ეს პოეტური კრებული არის ძალიან დიდი საჩუქარი ასეთი ადამიანებისთვის, ჩემი აზრით. ყოველ შემთხვევაში მე რო დავიწყე კითხვა ამ წიგნმა შთანთქა თავიდან ბოლომდე და ძალიან საინტერესო იყო და მადლობა გამომცემლობა კალმოსანს, რომელმაც გამოსცა დასტამბა. კი ბატონო. აბა